Очень рад вас видеть. 정말 반갑습니다. რუსეთის თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელოუსოვი ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს ფხენიანში შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში ბელოუსოვმა მადლობა გადაუხადა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს სამხედრო მემორიალის გახსნაში მონაწილეობის მისაღებად, რომ მიიწვია. მემორიალი აიგო იმ ჩრდილოეთ კორეელ სამხედროების ხსოვნის პატივსაცემად, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ კონფლიქტში რუსეთის მხარეს იბრძოდნენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით მინისტრმა ჯილდოები გადასცა იმ ჩრდილოეთ კორეელ სამხედროებსაც, რომლებიც კურსკის რეგიონში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდნენ იმ დროს, როდესაც უკრაინულმა ძალებმა რეგიონში შეღწევას სცადეს. კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო საქმეთა თავმჯდომარის კიმ ჩენ ინის მოწვევითა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დავალებით შევიკრიბეთ ამ დარბაზში, რათა პატივი მიაგოთ მათ, ვინც საკუთარი ქმედებები დაამტკიცა უსაზღვრო ერთგულება სამშობლოსადმი, სამხედრო მოვალეობისა და დადებული ფიცისადმი. ჩვენ ვამაყობ ჩვენი დროის ნამდვილი გმირებით, რომლებიც კორეის შეიარაღებული ძალების მტკიცე საყრდენს წარმოადგენენ. ჩემი და რუსი ხალხის სახელით გულითად მადლიერებას გამოვხატავ გაწეული დახმარებისთვის. უკრაინის ამერიკის შეერთებული შტატებისა და სამხრეთ კორეის შეფასებით ფხენიანმა მოსკოვის დასახმარებლად კურსკის მიმართულები 12,000-მდე სამხედრო გაგზავნა. ფხენიანში გამართული შეხვედრა კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის მტკიცე კავშირს, რომელიც წლების განმავლობაში პარტნიორობისა და ურთიერთმხარდაჭერის საფუძველზე ვითარდება. ანალიტიკოსების შეფასებით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და სხვადასხვა მიმართულებით კიდევ უფრო გაღრმავდება.